ტრამპმა ახლახან სოფლიო ლიდერები კედელთან მიაყენა ახალი სამხედრო რბოლით, რომელიც იწყება ევროპაში, გადის უკრაინით და აღწევს ნატოს ცენტრამდე. ამ სამშაბათს 2026 წლის 12 მაისს ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა დაიცვა ევროკავშირის საკუთარი ძალა. გერმანია კიევთან ერთად წინ წავიდა დრონების პროექტებში და ატლანტიკურ ალიანსს თავდაცვის ხარჯებზე გაცილებით უფრო დიდ ზეწოლასთან გამკლავება მოუწია. ფაქტობრივად ეს ტრამპის შამატსავლენს. ეხლა მდიდარი მოკავშირეები ვალდებულნი არიან სიტყვებიდან საქმეზე გადავიდნენ, ფული დახარჯონ და შექმნან ახალი უსაფრთხოების სტრუქტურა, რათა დაუპირისპირდნენ რუსეთს, ჩინეთს, ირანს და სხვა საფრთხეებს, რომლებიც იზრდება მაშინ, როცა დასავლეთი დაყოფილად ჩანს. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მიუსონ ალვესი. ესპანეთი ამ ცვლილების ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც ევროკავშირის სამხედრო ძალის მხარდაჭერა გამოხატა, როგორც კონტინენტის სტრატეგიული დაუცველობის პასუხი. ესპანეთის მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ევროპა ვერ იცხოვრებს ყოველდღიურად იმის მოლოდინში, რა იქნება შეერთებული შტატების შემდეგი გადაწყვეტილება. ეს განცხადება აჩვენებს ევროპული მთავრობების შიბის შიშს უფრო რთული სცენარის წინაშე, მაგრამ ასევე ადასტურებს იმ მოთხოვნას, რომელიც ტრამპმა წლების წინ წამოაყენა. მატერიკის დაცვა ვერ გაგრძელდებოდა მხოლოდ ამერიკულ ძალაზე დაკრდნობით, მაშინ როცა ბევრი ევროპული დედაქალაქი თავს არიდებდა საკუთარი თავდაცვის სრული ტვირთის აღებას. ესპანეთის წინადადება ამ უხერხულობას ოფიციალურ დღის წესრიგად აქცევს და ევროკავშირს უბიძგებს იმ დისკუსიისკენ, რომელიც ადრე შორეული ჩანდა. მეტი სარდლობა, მეტი სამხედრო ინდუსტრია და მეტი მოქმედების ავტონომია. ევროპის კომისია უკვე მუშაობს Rearm Europe-ზე, რომელსაც ასევე Readiness 2030-ის უწოდებენ. ეს არის გეგმა, რომელიც თავდაცვისთვის 800 მილიარდ ევრომდე რესურსის მობილიზებას ითვალისწინებს. პაკეტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, რაკეტები, დრონები, კიბერუსაფრთხოება, საბრძოლო მასალა, სამხედრო მობილობა და ევროპული ინდუსტრიის გაძლიერება. ეს მონაცემი ცვლის დისკუსიის მნიშვნელობას. ეს მხოლოდ სუვერენიტეტის შესახებ საუბარი აღარ არის. ეს არის ფული, ქარხანა, კონტრაქტი და სამხედრო დაგეგმვა. ნატომაც უფრო მკაცრი ეტაპი დაიწყო. ძველი მიზანი, რომ თავდაცვაზე MŠP-ს 2% დახარჯულიყო, მცირე აღმოჩნდა. უკრაინის ომის, რუსეთის საფრთხისა და ამერიკის ზეწოლის ფონზე, რომ პასუხისგებლობა უფრო მეტად გაიყოს. პოლონეთმა დაიწყო ლობირება, რომ ნატოს წევრებმა თავდაცვაზე MŠP-ს 5%-მდე გაზარდონ 2030 წლამდე, რაც აჩვენებს, რომ რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებს სიჩქარე სურთ და არა მხოლოდ სიტყვები. დონალდ ტრამპმა შეცვალა დებატი ალიანსის შიგნით. ადრე ბევრი მოკავშირე სამხედრო ხარჯებს ნელა შესრულებად დაპირებად აღიქვამდა. ეხლა კი ეს თემა პოლიტიკურ გადაუდებლობად იქცა. გერმანიამ კიევში ამ ცვლილების პრაქტიკული ნაწილი წარმოადგინა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად წამოიწყო პროგრამა სახელწოდებით Brave Germany, რომელიც მიმართულია თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარებაზე, ხელოვნური ინტელექტის მქონე იარაღებზე და სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობაზე. უკრაინა და გერმანია ასევე გეგმავენ სხვადასხვა მანძილის დრონების წარმოებას, მათ შორის მოდელების, რომლებიც შეძლებენ 1500 კილომეტრამდე ფრენას. უკრაინა ბასერია აჩვენებს, რომ ახალი სამხედრო შეთანხმება მხოლოდ დიპლომატიურ შეხვედრებზე არ იბადება. ის იბადება რეალური ომიდან, უკრაინული გამოცდილებიდან, რუსეთის წინააღმდეგ და გერმანიის მცდელობიდან, აღიდგინოს ინდუსტრიული შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, სადაც დომინირებს დრონები, ელექტრონული დაცვა და ზუსტი შეტევები. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აჩვენა, რომ ევროპა მზად არ იყო ხანგრძლივი ომისთვის საკუთარ კონტინენტზე. ესკალაციამ ახლო აღმოსავლეთში აჩვენა, რომ ენერგია, საზღვაო მარშრუტები და სულ უფრო მეტად მომარაგების ჯაჭვები შეიძლება გადაიქცეს ზეწოლის ინსტრუმენტებად. ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში არსებულმა დაძაბულობამ აჩვენა, რომ იაპონია, ტაივანი და აზიელი მოკავშირეებიც ვერ დაეყრდნობიან ბუნდოვან დაპირებებს, როდესაც ჩინეთი ზრდის თავის სამხედრო ყოფნას. ამ გარემოში დონალდ ტრამპი აკეთებს მარტივ დასკვნას. უსაფრთხოება საკუთარი ხარჯის გარეშე სუსტია. ევროპა ცდილობს საკუთარი ინდუსტრიის განვითარებას. უკრაინა სთავაზობს ბრძოლაში გამოცდილ ტექნოლოგიას. გერმანია აფინანსებს პროექტებს. პოლონეთი მოითხოვს სამხედრო ხარჯების გაზრდას. დიდი ბრიტანეთი ცდილობს სტრატეგიულ დაახლოებას ევროპასთან. იაპონია ზრდის სიფრთხილეს ჩინეთის მიმართ. ისრაელი ინარჩუნებს ძალის პოზიციას ახლო აღმოსავლეთში. შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით აშკარად აჩვენებს, რომ ლიდერობა არ ნიშნავს ყველას უსაფრთხოების ხარჯის მარტო გაწევას.
ამიტომაც თავდაცვა აღარ არის მხოლოდ გენერლების საქმე და ეხლა ეს საკითხი ეხება მთავრობებს, კომპანიებს და ოჯახებსაც. ამიტომაც თავდაცვა აღარ არის მხოლოდ გენერლების საქმე და ეს საკითხი მთავრობებსა და ოჯახებსაც ეხება. ტრამპმა ეს საკითხი გაიგო და ეს მოთხოვნა პოლიტიკური იარაღად აქცია. ისტორია გვეხმარება ავხსნათ, რატომ აღიზიანებს ეს ცვლილება ასე ძალიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური როლი იტვირთა დასავლეთ ევროპის აღდგენასა და დაცვაში. ნატო შეიქმნა 1949 წელს, რათა შეეჩერებინა საბჭოთა კავშირის გაფართოება და დაეცვა კონტინენტი ახალი სამხედრო ტრაგედიისგან. ცივი ომის პერიოდში ვაშინგტონმა შეინარჩუნა ჯარები, ბაზები, ბირთვული იარაღი, დაზვერვა და ლოგისტიკა, რათა დასავლეთის თავდაცვის ხაზი გაეძლიერებინა. ამ მოდელმა საბჭოთა კავშირის დამარცხებაში დახმარა, მაგრამ ასევე შექმნა საშიში ჩვევა. ევროპის ბევრმა მთავრობამ ამერიკული დაცვა თავისთავად მოცემულობად მიიჩნია. ტრამპმა ეს კომფორტი დაარღვია. ხარჯების, წარმოებისა და პასუხისგებლობის მოთხოვნით მან ევროპული პოლიტიკის ყველაზე მგრძნობიარე წერტილს შეეხო. უსაფრთხოების ხარჯი ისევ თავად ევროპელების მაგიდაზე დაბრუნდა. სხვა ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ევროპაში არ რჩება. პოლონეთი სამხედრო ხარჯების დაჩქარებას ცდილობს, რადგან რუსული საფრთხის ახლოსაა და იცის, რომ დაგვიანება შეიძლება ტერიტორიად დაუჯდეს. იაპონია აკვირდება ჩინეთის ზეწოლას ზღვასა და ჰაერში, იმ დროს, როცა თავდაცვის პოზიციებს აძლიერებს პეკინის მიმართ. უკრაინა თანამედროვე ომის ლაბორატორიად იქცა, რაც აჩვენებს, რომ იაფი დრონები შეიძლება უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინონ ძვირადღირებულ სამხედრო სტრუქტურებზე. საუდის არაბეთი აცნობიერებს, რომ ენერგია, წყალი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა შეიძლება ნებისმიერი რეგიონული ესკალაციის სამიზნე გახდეს. თითოეულ შემთხვევაში თავისი რეალობაა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე გზავნილს აჩვენებს. მსოფლიო შევიდა ფაზაში, სადაც მოკავშირეებს ძალის ჩვენება სჭირდებათ. მსოფლიო შევიდა ფაზაში, სადაც მოკავშირეებს ძალის ჩვენება სჭირდებათ. ჩინეთი ყურადღებით აკვირდება ამ გადანაწილებას. პეკინი აფასებს ტაივანზე წინსვლის ან იაპონიაზე ზეწოლის რისკს არა მხოლოდ ვაშინგტონის, არამედ მოკავშირეების მზადყოფნის გათვალისწინებითაც. თუ ევროპა იარაღდება, თუ იაპონია აძლიერებს თავის დაცვას, თუ უკრაინა სამხედრო გამოცდილებას ექსპორტირებს, თუ ნატო ზრდის ხარჯებს და თუ გაერთიანებული სამეფო უფრო უახლოვდება ევროპის უსაფრთხოებას, მოწინააღმდეგეების გათვა იცვლება. რა ხდება ევროპაში, ეპაში? სწორედ ეს. შექმნას გარემო, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ირანი უფრო ძვირადღირებულ ბლოკს წააწყდებიან, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა რთულია. ევროპამ ამას შეიძლება ავტონომია უწოდოს. ესპანეთმა შეიძლება ამას სუვერენიტეტი უწოდოს. გერმანიამ შეიძლება ტექნოლოგიურ თანამშრომლობას უწოდოს. ნატომ შეიძლება ამას ახალი თავდაცვის მიზანი უწოდოს. მაგრამ შედეგი იგივეა, უფრო მეტი მოკავშირე იღებს სამხედრო ტვირთს, რომელიც ადრე არათანაბრად ასაჟიჩოზე მოდიოდა. ფრაზა მარტივია და ასახავს მთლიან სურათს. ბევრი ლიდერი საჯაროდ აკრიტიკებს ტრამპს, მაგრამ ბიუჯეტებს მის მიერ გაკვალულ გზაზე აწყობს. ეხლა შემდეგი ეტაპი გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირს მოუწევს მილიარდიანი გეგმების რეალურ წარმოებად გადაქცევა. გერმანიამ უნდა აჩვენოს შედეგი უკრაინასთან პროექტებში. ნატოს მოუწევს ზეწოლა მოახდინოს იმ წევრებზე, რომლებიც თავდაცვას ჯერ კიდევ შორეულ დაპირებად მიიჩნევენ. გაერთიანებულმა სამეფომ უნდა დააბალანსოს პარტნიორობა ვაშინგტონთან და თანამშრომლობა კონტინენტთან. და დონალდ ტრამპი გააგრძელებს ხარჯების შესახებ თითოეული განცხადების, თითოეული სამხედრო ქარხნისა და თითოეული ახალი შეთანხმების გამოყენებას იმის დასამტკიცებლად, რომ მისმა ზეწოლამ შეცვალა მოკავშირეების ქცევა. ნატო უკრაინა. ნატომ უნდა აჩვენოს უკრაინას. ნატომ უნდა აჩვენოს შედეგი უკრაინაში. უნდა აჩვენოს პროექტები უკრაინაში, ჩვენთან უკრაინაში. 10 წლეულების განმავლობაში ისინი აშშ-უსკენ იყვნენ მიმართული. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი. და ბოლოს, გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.